მასწავლების ასერტიფიკაციო გამოცდები 2020 წელი ამოცანა ნომერი 51. უძრავ ჭოჭონაკზე გადაკიდებულ უჭიმვად ძაბზე ჩამოკიდებულია M მასისა და 2 M მასის სხეულები. თავდაპირველად დიდი მასის სხეული H-ით მაღლაა, ვიდრე მცირე მასის სხეული. როგორც ნახაზი არის მოცემული, სისტემა გაათავისუფლეს და მან დაიწყო მოძრაობა. თავისუფალი ვარდნის საჩქარებაა G, უგულებელყავით ჭოჭონაკის და ძაბის მასები. აგრეთვე ვახონის ძალები და განსაზღვრით პირველი სხეულის საჩქარება. მოდით პირველ რიგში ამ სურათს ცოტა გავადიდებ. აი ასე გავადიდოთ ეს სურათი. ასე. ხო. და მოდი დავწეროთ პირველ რიგში რა ძალები მოქმედებს ამ სისტემაზე. პირველ რიგში ამ ორი მასის სხეულზე იმ მოქმედებს სიმძიმის ძალა, რომელიც თორე არის 2mg-ს. ასევე მოქმედებს დაჭიმულობის ძალა T. მეორე სხეულზე შესაბამისად მოქმედებს mg სიმძიმის ძალა. ასევე ამ სხეულზე მოქმედებს T დაჭიმულობის ძალა და საყრდენი ორივე მხარეს, რადგანაც T დაჭიმულობის ძალით მოქმედებს პირველის და მეორე სხეული, საყრდენიც ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე იგივე ძალით უპასუხებს, შესაბამისად, აქაც გვექნება T ძალა, T დაჭიმულობის ძალა და შესაბამისად აქაც გვექნება T დაჭიმულობის ძალა. ეხლა მოდით თითოეული სხეულისთვის ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, ღერძი სასურველია რომ მივმართოთ ჩვენ შემთხვევაში მივმართოთ ვერტიკალურად ქვემოთ, ეს იყოს y ღერძი და ჩავწეროთ ნიუტონის კანონი გეგმილებში. ხა პირველი სხეულისთვის მოდი ეს იყოს პირველი სხეული, ეს იყოს მეორე სხეული. ჯერ მოდი მეორე სხეულისთვის რა გექნება? მეორე სხეულისთვის გექნება ქვემოთ მიმართულ 2mg-ს ძალას თუ დავუგეგმნეთ y ღერძზე, გვექნება 2mg, ამას მინუს t, რადგანაც t დაჭიმულობის ძალა y ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით არის გეგმინი მინუს t-ს მოგცემს და ეს ტოლი არის აჩქარება ეხლა რადგანაც მარჯვენა მხარეს 2m მასის სხეული გვაქვს, აჩქარება ვერტიკალურად ქვემოთ იქნება მიმართული, ეს იქნება აჩქარება, ხოლო აქეთ მხარეს იქნება ვერტიკალურად ზემოთ. აჩქარების გეგმილი შესაბამისად y ღერძზე იქნება ასტოლი და ნიუტონის მეორე კანონი მეორე სხეულისთვის მოგცემს 2m-ას. ახლა რაც შეეხება პირველ სხეულზე მოქმედებს გეგმილები, ჯამური ძალა იქნება mg-ს მინუს ანალოგიურად t უდრის ას გეგმილი იქნება მინუსა, შესაბამისად გვექნება მინუს m-ა. ახლა აქედან 2mg-ს მინუს t უდრის 2m-ას, შესაბამისად აქ გვექნება t-ს მინუს mg უდრის m-ას და მოდით ეს კანტოლებებს თუ შევკრებთ, რას მივიღებთ? t-ები გაბათილდება და 3mg-ს, უბრალოდ 2mg-ს პლუს მინუს mg მოგცემს mg-ს, ჟ უდრის 3m-ას. m-ები შეგვეკვეცება და აქედან a უდრის ჟ მესამეც. ანუ პირველ შემთხვევაში სხეულების აჩქარება ორივე სხეულისთვის a ტოლი გამოგვივიდა ჟ მესამედის. მეორე, უნდა განსაზღვროთ ძაფის დაჭიმულობის ძალა t. ხო, ეხლა აჩქარება რადგანაც ვიპოვეთ, მოდი ამ სისტემაში შემავალი, მაგალითად მეორე განტოლებაში, ეს იყო პირველი, მეორე განტოლებაში თუ შევიტანთ აჩქარების მნიშვნელობას, რას მივიღებთ? მეორე შემთხვევაში, აი მეორე ფორმულაში, აი აქ თუ ჩავსვათ აჩქარების მნიშვნელობას, მივიღებთ t-ს მინუს mg, ეს ტოლი არის m ჯერ ჟ მესამედი, mg მესამედი. აქედან t ტოლი იქნება mg-ს პლუს mg მესამედი, ეს კი ტოლია 3 არა და 4mg მესამედის. ესე იგი, მეორე შემთხვევისთვის დაჭიმულობის მეორე პასუხი ყოფილა დაჭიმულობის ძალა ტოლი ყოფილა 4mg მესამედი. ხო, ახლა შეეხება მესამე შემთხვევაში რა გვაქვს ჩვენ? მოდი ამას აი აქ ცოტა ზემოთ დავწერ. აი მესამე დავწეროთ აქ რო ადგილი გვეყოს. მესამე შემთხვევაში გვეკითხებიან ჩვენ ჭოჭონაკის ღერძზე დაწოლის ძალას. ხო, ახლა ამ ჭოჭონაკზე მარჯვნიდან და მარჯვნიდანაც მოქმედებს t დაჭიმულობის ძალა, მარცხნიდანაც t დაჭიმულობის ძალა და ჯამში მოქმედებს 2t ძალა. შესაბამისად, t-ს მნიშვნელობა უკვე განსაზღვრული გვაქვს და 2t მოგცემს 8mg მესამედს. ამიტომ მესამე შემთხვევაში f დაწოლის ძალა ტოლი იქნება 8mg
მესამედის. ახლა რაც შეეხება მეოთხეს, რა დროის შემდეგ იქნებიან სხეულები ერთ სიმაღლეზე? მეოთხე. ხო, ახლა როგორც ხედავთ, პირველ სხეულსა და მეორე სხეულს შორის მანძილი ჰაშტოლი არის. ორივე აჩქარებით მოძრაობს. შესაბამისად, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ დრო-ში ისინი ერთსა და იმავე მანძილს გაევლიან. ამიტომ ესენი ერთსა და იმავე სიმაღლეზე აღმოჩნდებიან h-ნახევარ სიმაღლეზე. ანუ თითოეული, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თითოეული რო გაივლის, თითოეული სხეული როცა გაივლის h-ნახევარ მანძილს, ისინი ერთმანეთს გაუთანაბრდებიან. ამიტომ h-ნახევრისთვის შეგიძლიათ დავწეროთ, რომ h-ნახევარი ტოლია v0t პლუს at კვადრატ ნახევარი. ახლა თუ გავითვალისწინებს პირობას, რომ სისტემა გაათავისუფლეს და მან დაიწყო მოძრაობაო, გვეუბნებიან ჩვენ, შესაბამისად, საწყისი სიჩქარე ორივესთვის ნულის ტოლი იქნება, ეს წევრი აღარ გვექნება და აქედან h-ნახევარი სიმაღლე ტოლი გამოგივა at კვადრატ ნახევრის. ეს ორები შეგვეკვეცება, საიდანაც e კვადრატი ტოლი არის a შეფარდებული h-თან, უпростоრად პირიქით h-ი შეფარდებული a-სთან, აქედან კი t დრო ტოლი იქნება ფესვი h შეფარდებული a-სთან. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ a ჟ-13 ტოლია, ეს მოგცემს, რომ t დრო, რა დროშიც ისინი ერთმანეთს ერთ სიმაღლეზე იქნებიან, ტოლი იქნება 3h არ შეგვეშალოს 3 კი ბატონო 3h შეფარდებული ჟ-სთან. ანუ მეოთხესთვის t უდრის ფესვის 3h შეფარდებული ჟ-სთან და კიდე მეოთხეში გვეკითხებიან შეცვლილი სისტემის პოტენციური ენერგია საწყისთან შედარებით რის ტოლი იქნება. კარგი. ახლა ნულოვან დონეთ არის აი ეს დონე არის არჩეული. შესაბამისად, დაძვრამდე m მასის სხეულის არ გააჩნია პოტენციური ენერგია, სიმაღლე არის ნულის ტოლი და h-ნახევარი სიმაღლეზე აწევის შემდეგ პირველი სხეულის პოტენციური ენერგია გაიზრდება mgh ნახევრით. ხოლო რაც შეეხება მეორე სხეულის შემთხვევაში პირიქით, მეორე სხეულის საწყის მომენტში მეორე სხეულის პოტენციური ენერგია იყო 2mgh და t-დროის შემდეგ ის გახდება 2mgh-ის. ბუნებრივია, რადგანაც h-ნახევარი ჩამოიწია ქვემოთ, 2mgh-ნახევარი გახდება, ეს ორები შეგვიკვეცა და ეს ტოლი არის mgh-ის. და რა იქნება დელტა პოტენციური. ეს ტოლი იქნება mgh minus mgh-ნახევარი და ეს ტოლი იქნება mgh-ნახევრის. ბუნებრივია, რადგანაც მთლიანი სისტემის პოტენციური ენერგიას რა მოვიდოდა, ახლა რო შევხედოთ. პირველის გაიზარდა და გახდა mgh-ნახევარი, პირველი mgh-ნახევარი გახდა, მეორესი mgh-ში. პირველის გაიზარდა mgh-ნახევრით, მეორეს დაიკლო mgh-ით. შესაბამისად, მთლიანი სისტემის ენერგიას mgh-ნახევრით დაუკლია და ეგ პასუხიც მივიღეთ, რაც ჩვენ გვინდოდა. შესაბამისად, მეოთხეში მეორე დელტა პოტენციური ტოლი ყოფილა mgh-ნახევრის.